დროა გავიგოთ. დროა ვიმშელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოცესთან ერთად. რადიო იმედზე. როგორია საქართველოს ხელისუფლების ახალი პოლიტიკა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და რამდენად ძლიერია დასავლეთისთვის ამ პოლიტიკის არგუმენტები საქართველოს სასარგებლოდ, რას ნიშნავს ოკუპაციის ზოლში შექმნილი ვითარების სხვაგვარად გამკლავება, აქვს თუ არა საქართველოს მიღწევები ნატოში ინტეგრაციის კუთხით და როგორ ფასდება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებები. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური მოვლენების შეფასებებს დღეს პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასგან მოვისმენთ. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოცესთან ერთად. რადიო იმედზე. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ქრონომეტრი, სტუდიაში ეკავებ ხოძე მუშაობს ჩვენი გადაცემის სტუმარი, დღეს გახლავთ პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, მე მას მივესალმები, საღამოშიდობის. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი ტელეფონის ნომრებს ტრადიციულად გავიმეორებ 292 11 88 292 11 99 ამ ტელეფონის ნომრებზე გადაცემის მსვლელობისა შეგიძლიათ დაარეკოთ თუ რაიმე დაგაინტერესებთ და დასვათ პირდაპირ ეთერში შეკითხვა. ბანდა კორნელი, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ამბები, რაც ხდებოდა წინა კვირას დღესაც ეს არის ნატოს კვირეული გაიხსნა, მოდით ამით მინდა დავიწყო და ჯეიმს აპატურაის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ამ კვირეულის ფარგლებში დღეს. ძირითად თემები იყო ნატო, დიცის და დვანის მოვლენები, ასევე კოაბიტაცია, რაზეც გააკეთა სპეციალურმა წარმომადგენლებმა კომენტარი. ძალიან საინტერესოა მისი განცხადებები, თქვათ დიცთან და დვანთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ სამწუხარო ანუ რუსეთის მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან, მაშინ როდესაც საქართველო თქვათ არის კონსტრუქციული და მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. რაზე მიანიშნებს მისი ეს განცხადება, როგორ ფიქრობთ და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ძალიან საინტერესოა ხელისუფლების პოლიტიკა, არის თუ არა მნიშვნელოვანი ან განსხვავებული წინა ხელისუფლებისგან და ამან რა გამოიწვია, მაინც შედეგი არის თუ არა სახეზე? პირველ რიგში ალბათ ბოლო შეკითხვიდან დავიწყებ. რა თქმა უნდა, განსხვავებები თქვა წინა ხელისუფლებასა და დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას შორის თქვა სტრატეგიულ საკითხებში არ არის ძირითადი განსხვავება, არის ტაქტიკური საკითხები, ხო? ძირითადად ჩვენ როგორც ვიცით, ფორმალურად და გაცხადებულად და რეალურად და ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვამტკიცოთ ისო საქართველოს საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ანუ მისი მიზნები იგივე დარჩა, ეს არის თქვა ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაცია საქართველოსი, უბრალოდ შეიცვალა ტაქტიკური ხედვა, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი გუნდი ჩამოყალიბდა, ახალი მთავრობა და შეიცვალა მიდგომა თვითონ რუსეთისადმი, თქვა განსხვავებული მიდგომა არის, ეს სხვა არის, ალბათ გასარკვევი არის თუ რამდენად მომგებიანი იქნება ეს მიდგომა, ამას ალბათ დრო გვიჩვენებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის მიდგომა, რომელიც რაღაცნაირად დამოკიდებულია, რომ რუსეთთან მიმართებაში იყოს გარკვეული კონსტრუქციული პოზიცია, ეს მე მგონი ყველამ გაიგო და მათ შორის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, იმიტომ რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რაღაც ერთი ნაწილი ყოველთვის საყვედურობდა განსაკუთრებით წინა ხელისუფლებას, რომ საქართველოს უფრო მეტად კონსტრუქციული უნდა იყოს, თქვათ არ უნდა აყვეს თქვათ ემოციებს და ემოციებზე არ შეიძლება საგარეო პოლიტიკის ამ კუთხით შეიცვალა, როგორ გქონდა ემოციები დაცხრა და თქვათ დასავლეთმა ეს დაინახა. ემოციები ახლა ბოლომდე საქართველოში ალბათ ვერაფერი ვერ დააცხროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის, რომ შედარებით, ანუ თქვათ იგივე პოზიციები სხვადასხვა მოვლენებთან შედარებით არის ზომიერი საქართველოს ხელისუფლებიდან. ეს შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რამდენად ეფექტურია ეს და რა მოგცა ამაზე შეიძლება დავა ალბათ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით მე ვერ ხედავ, რომ თქვათ ძირეულად რაღაცა შეიცვალა. ვიღაცა შეიძლება შემეკამათოს თქვათ იმ გაგებით, რომ თქვათ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართული ღვინო ბრუნდება, თქვათ იგივე ეს მინერალური წყლები რაღაცა. თუმცა ონიშენკოს განცხადებებიც იყო. აბსოლუტურად ამ სრულიად დისონანსში მოდის ეს, მაგრამ ეს იყო არა რუსეთის თქვათ ეს ახალი ხელისუფლების სადმე მიმართული რაღაც ნაბიჯი კი არ იყო, ეს რუსეთს ავალდებულებდა გამომდინარე იქიდან საქართველოს თანხმობა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაერთიანებას, ამიტომ მას ეს ნაბიჯი მაინც უნდა გადაედგა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში. ანუ ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ეს თქვათ რაღაც კეთილი ჟესტი იყო კონკრეტულ
კონკრეტულად ამ ხელისუფლების მიმართ, ხო? აქედან გამომდინარე, ამ ხრივ დიდი ჯერჯერობით ცვლილებები ყოველ შემთხვევაში არ შეინიშნება, ჩანს მხოლოდ რომ გარკვეული პოზიტიური სიგნალები არის საქართველოს ხელისუფლებიდან, თქვათ იგივე ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ საქართველოს სპორტსმენებმა შეიძლება მიიღონ მონაწილეობა, შეიძლება თვითონაც მიიღოს, ну რაღაც სხვადასხვა, თქვათ რაღაც ყოველთვის რევერანსები, მაგრამ ჯერჯერობით ეს რევერანსება რჩება, ყოველ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ჩვენ ვერ ხედავთ ხელშესაჭიდ რაღაც ფაქტებს, რომლითაც ჩვენ შეიძლება დავადასტუროთ, რომ თქვათ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არსებობს გარკვეული კეთილი ნება და რომელზეც შეიძლება თქვათ შემდეგ რაღაც პოლიტიკის აწყობა. Ну, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს. ხო, მაგრამ აი როგორი უნდა იყოს ძალიან საინტერესოა თუ კი არ გამოდის თქვათ ამ რევერანსებით გარკვეული პოზიტივის შეტანა ამ ურთიერთობებში, თუ კი არ გამოდის ემოციებით, როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს ეს პოლიტიკა? Ну, ალბათ უფრო პრაგმატული უნდა იყოს ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ მაგალითად ნინო ბურჯანაძე ამბობდა, რომ საჭიროა ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთთან. შეიძლება რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ძალიან რთული არის იმოცემულობიდან, რომელსაც საქართველოს იმყოფება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო და ჩვენ ვართ უკვე ჩართული რამდენიმე ფორმატში. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ჩართული არიან თქვათ სხვადასხვა საერთაშორისო აქტორები, მათ შორის გაერო, ეუთო და სხვა თქვათ მნიშვნელოვანი ორგანიზაციები და აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გადავალთ ორმხრივ ფორმატზე, ჩვენ ისედაც გვაქვს, ხო, ახალი ეს წარმომადგენელი რომ დაინიშნა ზურაბ აბაშიძე თვითონ, ხო, ეს უკვე არის გარკვეულწილად თქვათ აი ფორმატის შეცვლის მცდელობა, მაგრამ ეს ფორმალური არ არის. გარკვეულით ითქვა, რომ ზურაბ აბაშიძე არ შეეხება იმ საკითხებს, რომელიც ეხება თქვათ პოლიტიკურ გეგმებას შორის და აქაც გაკეთეს სხვადასხვა განცხადებები, მაგალითად საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ როგორ შეიძლება წინააღმდეგობრივი იყო. ძალიან წინააღმდეგობრივი იყო ეს განცხადებები. კი, მაგრამ ფორმალურად თუ იმჯერებთ, შეთანხმება ესეთი იყო, რომ ისინი ილაპარაკებდნენ მხოლოდ კულტურულ საკითხებზე, თქვათ გარკვეულ ეკონომიკურ საკითხებზე და ასე იყო შეთანხმება და მართლა პოლიტიკური საკითხები, როგორც ეს ფორმა ამ შეთანხმების მიხედვით არ უნდა იყოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს საკითხები არ შეიძლება დაისვას, თქვათ რაღაცა კულუარულ დონეზე, ხო? აი შეიძლება რომ თქვათ რუსეთთან ურთიერთობაში აი პოლიტიკა და ვაჭრობა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, ასეთი რაღაცა შესაძლებელი. გარკვეული ხანი შეგვიძლია ესე თქვათ და ნუ ყოველ შემთხვევაში სირაქლემას პოზიციაში ჩავდგეთ და თავი ჩავყოთ ამ სილაში, მაგრამ დღეს იქნება თვალ ეს საკითხი აუცილებლად დადგება, მაგრამ დიდი ხნით ეს არ შეიძლება. ნუ ჩვენ შეიძლება მე მაგალითად ჩემი პირადი მოსაზრება მაქვს, რომ აი ესეთ ვარიანტში თუ ეს რამდენად რეალური არის კიდე გასარკვევია, მაგრამ ესეთ ვარიანტში საქართველოს თქვათ თუ ეს მოსაზრება სწორია და თუ საქართველოს ესეთი პოლიტიკა გაატარა, ალბათ ჩვენ აღმოჩნდებით როგორც ისეთი მდგომარეობაში, როგორც რუსეთ-იაპონიის მდგომარეობა. თქვენ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთსა და იაპონიას შორის ესე იგი დღემდე არ არის ზავი დადებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. და ნუ კურილის კუნძულების გამო ტერიტორიული პრობლემა არის, ხო? მიუხედავად ამისა, თქვათ ამ ორ სახელმწიფოს აქვს მათ განსხვავება ის არის, მათ დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, მაგრამ საზავო ხელშეკრულება არა. ჩვენ შემთხვევაში ის იქნება დიპლომატიური ურთიერთობა არ გვექნება, მაგრამ შეიძლება ესე გქონდეს, მაგრამ ეს რისი მომტანი არის და რამის შეცვლის თუ არა, ეს უკვე ალბათ ამ მომავლის საქმეა და ამას წინასწარ ამაზე სპეკულირება ძალიან რთულია. ძალიან საინტერესო იყო დღეს მაგალითად პატა ზაქარიაშვილმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ საქართველოს ახალი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ძალიან ძლიერიაო დასავლეთისთვის, აი ეს არგუმენტები და ეს არის საქართველოს სასარგებლოდ ეს არგუმენტები. ეს მოიყვანა მან იმის მაგალითად რა განცხადებების დღეს ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა, რომ არ იცვლება კურსი, რომ ურყევია, რომ ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია, თქვათ ნატოსკენ ინტეგრაციისკენ და ასე შემდეგ. რამდენად ასია ეს, როგორ ფიქრობთ? ხო, ამაზეც შეიძლება დავა, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება მოიჩვენოს, რომ ეს თქვათ რაღაც საქართველოს პოზიციას აძლიერებს, მაგრამ ამავე დროს მე მინდოდა აი უბრალოდ წინა აზრი მინდა გავაგრძელო, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, რომ გარკვეულწილად ეს ორმაგი ფორმატებზე გადასვლა, ახალ ფორმატების შეთავაზება რუსეთთან არის საფრთხის შემცვლელი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შეიძლება მართლა მარტო დავრჩეთ და დაახლოებით აღმოჩნდით იმ პოზიციაში, როდესაც ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, როდესაც იყო ეს რუსეთ საქართველოსისა და მაშინაც გვახსოვს, ხო რა მოიტანა ამან. რეალურად არაფერი ვერ მოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პარლამენტმა მაშინ დაამტკიცა კიდეც და რატიფიცირება გაუკეთა რამდენიმე ხელშეკრულებას, მათ შორის რუსეთთან მეგობრობის შესახებ, რომელიც ასევე თვალისწინებდა, რომ თუ მეორე მხრიდან მოხდებოდა რატიფიცირება, რუსეთს ჰქონდა კიდეც თუ იმ შემთხვევაში საქართველოს დაეხმარებოდა მის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, თქვათ დავაზოვდნენ 25 წლით სამხედრო ბაზებს, არაფერი არ მოიტანა და რუსეთის დუმამ არც კი დაამტკიცა ეს დოკუმენტი. ანუ დაახლოებით ჩვენ არავითარი გარანტია არ გვაქვს, რომ აი ამ სიტუაციამდე არ დაბრუნდებით. რაც თავარია, დღეს ესეთი დაბრუნება ვერ მოხდება, იმიტომ რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა 180% ვერ შებრუნდება. გამომდინარე კონკრეტული იმოცემულობიდან, რომელიც იმიტომ რომ საქართველოს გაიარა ძალიან დიდი გზა, ძალიან ეს დეკრიანი გზა და ამის უკან დაბრუნების პერსპექტივა არაფერი არ არსებობს და აქედან გამომდინარე ალბათ დღეს ახლა რთული არის ამაზე საუბარი, თქვათ იგივე რაც
ბრძანა ბატონმა მინისტრმა, მაგრამ თავარი მომენტი არის, რომ გარკვეული თქვა ჩვენი დასავლელი მეგობრების გარკვეული ნაწილი უკმაყოფილო იყო ჩვენი მკვეთრი განცხადებებით, ხშირად ქმედებებით და აი ეხლა, როდესაც თქვა საქართველოს ხელისუფლებაში არის ის ხალხი, რომელიც თითქოს აი ზუსტად იმას ითვალისწინებს, რასაც ჩვენი მეგობრები ამბობდნენ, ხო, ამის შემდეგ უკვე ასე თქვა არგუმენტები საქართველოს საწინააღმდეგო, რომ აი საქართველოს არ ქონდა მცდელობა, რომ გამოიწორებინა ურთიერთობები, ალბათ ძალიან ცოტა რჩება. კარგად, რეკლამაა ჩვენს ეთერში და მოდით რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ვებხოცესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია გახლავთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი, საუბრობთ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და დასავლურ განწყობებზე საქართველოში. ჩვენ საუბრობდით, რომ დასავლეთის მხრიდან გარკვეულწილად არის პოზიტიური სიგნალები ამ შეფასებებში, რაც არ იყო, ჩვენ გვახსოვს მაგალითად 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით რა მოხდა, იგივე ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, დღეს ევროპარლამენტარები სტუმრობენ თბილისს და პოლონელმა დეპუტატმა მოითხოვა ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა და თქვა ეს საკითხები მათ აწუხებთ და იყო გარკვეული გამოხმაურებები, ამ ტიპის გამოხმაურებები. ძალიან საინტერესოა ამ კუთხით საზოგადოების განწყობა თავად საქართველოში, აი როგორ აღიქვამს დასავლეთი მაგალითად აქ მიმდინარე მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, აი როგორია ეს განწყობა და შეიცვალა თუ არა, თქვა წინა წლებთან შედარებით. დასავლეთის განწყობა საქართველოს მიმართ საზოგადოების განწყობა დასავლეთის მიმართ. ნუ ახლა სიმართლე რო თქვა, მე მგონი არავის არ გაუჭირდება იმის ნახვა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი განწყობები შეიცვალა და სამწუხაროდ შეიძლება თქვა და ვიღაცისთვის შეიძლება საბედნიეროდაც ეს ნუ განსაკუთრებით აი 17 მაისის მოვლენებმა დაგვანახა კიდეც, რომ თუმცა პირდაპირ ესეთი მინიშნება, ეს პირდაპირ ის არ იყო, აქ თქვა რაღაცა რო თქვა რაღაც ანტიდასავლური რაღაც ლოზუნგებით არავინ არ იყო გამასული, მაგრამ თუ კარგად გავანალიზებთ ის რაც ხდებოდა, ხო თქვა, ყოველ შემთხვევაში უკვე ჩანს, რომ ამის უკან რა შეიძლება იდგეს, იმიტომ რომ თუ დღეს ლაპარაკი არის თქვა რაღაც ამა თუ იმ თქვა ჯგუფის უფლებებზე, საგზალოაზე, ხვალ შეიძლება იყოს სხვა ჯგუფების უფლებაზე და რაც თავარია ეს ამას მოძდეს ბროს ფსიქოლოგია, აი ეს უკვე ძალიან სახიფათო ტენდენცია. ასევე არ უნდა დავგავიწყდეს, ჩვენ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ნაწილი საზოგადოების, რომელსაც შეიძლება ცოტა არ იყოს დაიღალა ამ დასავლეთის შეპირებებისგან და დაპირებებისგან, მათ შორის ნატოსთან დაკავშირებით. ნუ იგივე თქვა რუსეთ-საქართველოს ომში თქვა ზოგიერთი ნაწილი შეიძლება საზოგადოების ფრუსტრირებულია გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ელოდებოდა, რომ თქვა დასავლეთი სამხედრო გზით დაეხმარებოდა ნუ საქართველოს, ნუ რატომღაც შეიძლება ნაწილს ესეც ეგონა. ნატოსთან იყო მოლოდინი. კი, ყოველ შემთხვევაში და აქედან გამომდინარე, აი ეს განწყობები თანდათანობით იკვეთება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს არის თქვა პრევალარი, ეხლა ყველაზე ისეთი პოპულარული იდეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩანს, რომ ჩვენ ყველაზე აი განსაკუთრებით ეს მოხდა, მას შემდეგ რა ხელისუფლება შეიცვალა. იმიტომ რომ წინა ხელისუფლების დროს ამისი საშუალება დიდად არ ჰქონდა და აი ახლა ეს ხალხი გამოვიდა და ცდილობს გარკვეულ საზოგადოებრივ ასპარეზზე მოექცეს და გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. ჯერჯერობით ისინი ამას ვერ ახერხებენ და ამის დასტურია თუნდაც ის სოციოლოგიური კვლევები, რომელიც ჩაატარა თქო კავკასიური იმ რა ქვია ცენტრმა იმ კავკასიური კვლევების, სადაც ჩანს, რომ პირიქით ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რამდენიმე პროცენტით მოიმატა კიდეც ნატოში შესვლის. ანუ ცოტა ესეთი საინტერესო მომენტი გვაქვს, რომ ამ კვლევებმა დაასტურა, რომ მოსახლეობის შეკვეთა არის ახალი ხელისუფლებისადმი, მან გაუმჯობესოს და გაამყაროს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, ამავე დროს ამბობენ, რომ თქვათ ძალიან დიდი პროცენტი, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი. ანუ ეს არის ერთმანეთთან აი მაგაში არის პრობლემა. ერთად თავსებადი არ არის, მაგრამ შეკვეთა საზოგადოებიდან ესე მოდის. ეხლა რამდენად რეალურია ეს და როგორ უნდა მოახდინოს ამისი თქვათ განხორციელება ნებისმიერ ხელისუფლება, ეს ცოტა სხვა საკითხია. ხელისუფლების მიერაც არის ეს დეკლარირებული, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს და ამასთანავე ქვეყანა უნდა გახდეს რაღაცა ევროპული სახლის წევრი და ასევე ნატოს წევრი. აი თუ კი ეს ხელისუფლებისგან არის დეკლარირებული, შესაბამისად საზოგადოებაც ხო ამას ასევე აღიქვამს. ანუ აქ რამე წინააღმდეგობა არის? აქ არის პრობლემა რაში, რომ ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლებაში ასე ვთქვათ არის ერთიანი გუნდი და გარკვეული სხვადასხვა ინსტინქტები გამოსჭვივის ხოლმე ხანდახან და ეს ხანდახან ამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ვთქვათ დიდად შეიძლება გულზე არ ეხატოს საქართველოს დასავლური ორიენტაცია, აძლევს იმის საფუძველს, რომ იქნება და თქვათ რაღაცა შეიცვალოს საქართველოში და აი ამ კუთხით თქვათ მათ გაუჩნდათ გარკვეული ძალიან ასე ვთქვათ გამოცოცხლებული არის ეს ნაწილი
რა ვიცი აეროპორტში თითქმის ყოველდღე ჩამოდიან ეს ხალხი ინტერვიუს იძლევა თავიანთი საინფორმაციო საშუალებები აქვთ სადაც რაღაც პრორუსულ ასე ვთქვათ იდეებს აჟღერებენ რაღაცა ყოველ შემთხვევაში ეს აქამდე არ იყო ანუ მათ ჯერ კიდევ ელოლიავებიან იმ აზრს რომ იქნება ვთქვათ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეიცვალოს და იქნება ვთქვათ დადგეს ის პერიოდი როდესაც ეს ხალხი გამოვა წინა პლანზე ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ ამისი ვთქვათ რეალური საფუძველი მათ არაფერი არა მაგრამ უკვე აი ეს თვითონ ეს პოზიცია ცოტა არ იყო სახიფათო აი მაგალითად 17 მაისი გავიხსენოთ იყო ძალიან მკვეთრი შეშფოთებები დასავლეთის მხრიდან რაც თქვა საზოგადოებამ აღიქვა ძალიან ცუდად ხო იმიტომ რომ უდიდესი ნაწილი გამოვიდა ქუჩაში ამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია რომელიც პრაქტიკულად არ ჩატარებულა იქვე ხილეთ გარკვეული ძალადობის ელემენტები და ასე შემდეგ რაც ნუ ნახეთ რომ დაგმო ფაქტობრივად დასავლეთმა და ეს დღემდე არის ეს თემა სალაპარაკო ამ შეხვედრებზე როდესაც ისინი აქ ჩამოდიან აი ესეც ხომ არ მოქმედებს თქვათ მოთხოვნა აქ საზოგადოების არის სულ სხვა და ისინი აღიქვამენ რომ თქვათ დასავლეთის მოთხოვნა არის სხვა და გაირკვა რომ სხვადასხვა შეხედულებები აქვს დასავლეთს და საქართველოს იცით რა ესე პირდაპირ თარგმნა ამისიც არ შეიძლება რომ თქვათ გამომდინარე იქიდან რომ თქვათ რაღაც ნაწილს არ მოსწონს თქვათ ის არ ვიცი რაღაც შეხედულებები რომელიც არის დასავლეთში მისაღებია და თქვათ ტოლერანტულობის ხო შეიძლება ცოტა პრობლემები გქონდეს ცოტა უცნაურია ეს ხდება იმ ქვეყანაში რომელიც საკუთარი ტოლერანტულობით არის ცნობილი ისტორიულად ხო მაგრამ ამავე დროს პრობლემა არის სწორედ იმაში რომ ეს თქვათ დასავლეთში მარტო ეს არ არის ხო თქვათ რაღაც ანუ ეს არ უნდა გავაეგივოთ პოლიტიკასთან და დასავლეთის საგარეო პოლიტიკასთან ან რაღაცას ანუ ამათი ერთმანეთის შეთავსება არის აბსოლუტურად არასწორი რომ თქვათ გავაეგივოთ რომ რახან ესე იგი დასავლეთი მხარს უჭერს აი ამ უმცირესობის სულებას ესე იგი ნიშნავს რომ ყველაფერი კარგია ისა ცუდია დასავლეთში და ჩვენ ესე იგი იქიდან არ უნდა ვიაროთ იმიტომ რომ ეს დაგვემუქრება თქვათ რაღაც არ ვიცი ზოგი ამბობს გადაშენება ზოგი ეროვნული ფასეულობისა ეს არ არის მაგრამ იყო აღქმული ასე ხო ამიტომ ამას ჭირდება ზუსტად განათლება უფრო მეტი ინფორმაციის მიცემა თქვათ აი ამ კუთხით არ ვიცი ეს მარტო მე ვიცი რომ ხა დღეს დაიწყო თქვათ ნატოს კვირეული ხო აი ესეთი სახის ასეთი კვირეულები უფრო ხშირი უნდა იყოს მარტო ნატოზე კი არა დასავლეთზე თქვათ იგივე ქვეყნებთან დაკავშირებით ბრიტანეთის დღეები გერმანიის დღეები ცალკე უბრალოდ რა ხდება იმ საზოგადოებაში როგორი კულტურა მრავალკულტურული საზოგადოების თქვათ ელემენტები რომელიც რომ გამოჩნდეს რომ ქართულმა საზოგადოებამ უფრო ახლოს გაიცნოს და არა ზერელი და სტერეოტიპულად კონდეს რაღაც შეხედულებები ხო და აი ამ კუთხით მე მგონი ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა ითვლება რომ თითქოს ბოლო 9 წლის განმავლობაში უამრავი რაღაცა ჩატარდა ხშირ შემთხვევაში ხანდახან აშკარად პროპაგანდისტული ხასიათი ჰქონდა რომელიც ხშირად ასე ვთქვათ ნუ ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს რომ არ სიამოვნებდა ხო ზედმეტიც იყო და ზედმეტი გაღიზიანებას ანუ მაგრამ უფრო საჭიროა ესეთი საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიებები ალბათ ანუ უფრო არაინფორმირებულობის ბრალია თქვენ ამბობთ ნუ არაინფორმირებულობის ბრალია ნუ ზოგჯერ შეიძლება ინფორმირებულიც არის მაგრამ უბრალოდ არის კატეგორია რომელსაც არ უნდა უბრალოდ რომ გაიგოს და სხვანაირად ესმის რაღაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი ყოველ შემთხვევაში დასავლეთს კარგად არ იცნობს ძალიან ზერელი სტერეოტიპული შეხედულება რა შეიძლება დასავლეთს ის იცნობს საქართველოს როგორ ფიქრობთ აი აქაც პრობლემა გვაქვს გამომდინარე იქიდან რომ დასავლეთს წარმოუდგენია საქართველოს უბრალოდ საქართველოს ვინაიდან აქვს სურვილი და გახდეს დასავლეთის ნაწილი მას მოუდგენია რომ ის უნდა გახდეს დასავლური სახელმწიფო. ამაში არ გულისხმობა მარტო ის რომ თქვათ ნატოს თქვათ ეს მოთხოვნები თქვათ რაც არის მაპის მიხედვით თუ რაღაც ესენი შევასრულოთ, არამედ იგულისხმება ტრანსფორმაცია საზოგადოების და აი ამ ხრივ ისინი ცოტა მეცმოელიან და განსაკუთრებით ამიტომ იყო ძაფრი რეაქცია თქვათ 17 მაისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგადად მოელო აი ესეთი გარკვეული ასე თქვათ ნარატივი გავრცელდა დასავლეთში რომ საქართველოს უკვე არის არა თქვათ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, არამედ სადღაც აი ლავირებს აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანასა და საბჭოთა ქვეყანას შორის. ნუ ბოლომდე არ არის დამთავრებული. ეს წინა ხელისუფლება მას შექმნა და განსაკუთრებით რეფორმებმა, რომელიც ჩატარდა. ნუ ეს ეხება თქვათ იგივე პოლიციის ყადაღებულ რეფორმას და უამრავ სხვა რეფორმას. ასევე ყველა მიცოდა რომ საქართველოს ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ეს არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია და ასევე იცოდნენ და გაიგეს კიდეც ხო თქვათ ამ ციხეების შესახებ ყველაფერი. და იყო სხვათა შორის პრეზიდენტის კომენტარი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. რაღაცნაირად ირიბად მან მაინც საეკლესიო პირების დაიჭირა და ეს რაღაცა პოლემიკის საგნად იქცა შემდეგ ექსპერტების საფუძველიც გახდა თვითონ პარტიაში, ხო, რაღაცა. აქ უბრალოდ ამის ახსნა იმით შეიძლება, რომ უბრალოდ არ უნდა დაგავიდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სულ ესე იგი მისთვის ბოლო თვეებია, რეალურ რამდენიმე თვე დარჩა და ის ასე თქვათ ძალიან არის ჩაფიქრებული მის მომავალზე, თუ როგორ განჯის მას ისტორია და საზოგადოება, იმიტომ რომ ამ საზოგადოებამ უნდა მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტა შეაფასოს მისი ასე თქვათ რაღაც. ძალიან საინტერესოა სხვა შორის პრეზიდენტის განცხადებები, სხვა თემებზე, ხო და ამის შესახებ აუცილებლად რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ. რეკლამა ჩვენს ეთერში. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოცესთან ერთად. რადიო იმედზე.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო ნაწილია პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია გახალთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო კორნელი, ჩვენ ვისაუბრეთ საგარეო თემებზე, ძალიან საინტერესო მოვლენები ვითარდება ქვეყნის შიგნითაც, სხვათა შორის და ამ თემებზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, საუბრობდით პრეზიდენტის შერბილებულ ტონზე და ძალიან საინტერესო მხოლოდ ამ კუთხით არ გაუკეთებია მას ეს განცხადება, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, იყო მაგალითად უშიშროების საბჭოს ხდომის მოწვევასთან დაკავშირებით განცხადება თანამშრომლობა, მთავრობას შესთავაზა მან და გვახსოვს წინა განცხადებები, ვიცი როგორც თქვით, აი 17 მაისის მოვლენები, რომ ირიბად დაიკავა სასულიერო პირების მხარე და ასე დიცის მოვლენები სხვათა შორის მან თქვა, რომ სრულებითაც არ არის აქ მთავრობის ბრალი არაფერი, რომ რუსეთი არის რუსეთი და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს არის მისი პოლიტიკა. რაზე მიანიშნებს, როგორ ფიქრობთ პრეზიდენტის ამგვარი ტიპის შერბილებული განცხადებები? რამდენიმე ვარაუდი შეიძლება, იმიტომ ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ უნდა დაგვეძებს, ის არის პოლიტიკოსი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც ფიქრობს აუცილებლად თავის მემკვიდრეობაზე, ხო, თუ როგორ წავა და თქვა საზოგადოება როგორ გაიხსენებს მას. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად აი ეს კოაბიტაციის მომენტი, რომ შედგა, აი ეს რომ დაფიქსირდეს, რომ ის არ იყო ის პრეზიდენტი, რომელიც ხელს უშლიდა თქვა ახალ ხელისუფლებას, რომ ეს არ ვიცი მომავალში რისთვის გამოადგება და რამდენად თქვა სწორად ჩადებული კაპიტალი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ცდილობს, რომ განსაკუთრებით ბოლო ხანებში, ანუ ეს არის ის პოზიცია. ხელი შეშლის პრეცედენტები მისი მხრიდან ჩვენ ხო აი სწორედ ეგ არის. აი უმრავლესობა რაში ადანაშაულებდა პრეზიდენტს, ხო ვეტოები გავიხსენოთ იგივე. სამწუხაროდ სწორედ ეს არის, ქართული საზოგადოება ელოდებოდა საქართველოს პრეზიდენტს ზუსტად ესეც როგორც ის ბოლო ხანებში არის. ანუ ასეთი კონსტრუქციული ტონი მას რო შეენარჩუნებინა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ალბათ მე მგონი უფრო მოიგებდა თვითონ პარტიაც. დროულია ეხლა როდესაც ის ამ განცხადებას აი მე მგონი ცოტა დაგვიანებული არის ამ ხრი, მაგრამ შეიძლება ვცდებოდი, იმიტომ რომ საზოგადოებაზე ძალიან ცვალებადი და როგორ მიიღებს ამას საზოგადოება, ეს კიდე ალბათ აი რასთან შეიძლება ეს დავაკავშიროთ? მაგალითად ის რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არის დღეს დაკავებული რაღაცა შეიძლება ვთქვათ რომ აი ამის მერე ეს არის ტონი შერბილებული და რატომ როგორ ფიქრობთ? არა, უფრო ალბათ უფრო გამომდინარე იქიდან რომ მისი ვადა უკვე მთავრდება და მაინც რავაბრალებ ამაზე რომ მემკვიდრეობის საკითხია და რა თქმა უნდა ის საკითხიც არ უნდა გამორიცხოთ თქვა იგივე დაპატიმრებებთან დაკავშირებით და უამრავ, იმიტომ რომ ის ადამიანია ბოლო-ბოლო ფიქრობს საკუთარ მომავალზე და იმიტომ რომ მან ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და იცხოვროს როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. აქედან გამომდინარე აი სწორედ ამ გადაფასების მომენტია ალბათ და აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული რომ სწორედ აი ეს ტონის შეცვლა ამას რავაბრალებ. თუმცა ეხლა პირდაპირ ნამდვილად რას ფიქრობს ალბათ მხოლოდ თვითონ იცის. ძალიან საინტერესოა ასევე არის რამდენიმე საქმე გახსნილი 26 მაისის საქმე მაგალითად და ამასთან დაკავშირებითაც ითქვა რომ შესაძლოა პრეზიდენტი დაიკითხოს ამ საქმესთან დაკავშირებით ვიცით გირგვლიანის საქმეც და რომელიც ჯერ არ არის არ ვიცით საბოლოო შედეგები. შეიძლება თქვათ ფიქრობთ რომ აი ამ საქმების გამოძიების შემდეგ დადგეს პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი? ან რას მოგვიტანს ეს? ხო, საკითხი რა თქმა უნდა შეიძლება და შეიძლება თქვათ ის რა ქვია დაკითხვაზეც იყოს და ამაში მე მგონი განსაკუთრებული ის არ არის. უბრალოდ თავარი არის რომ თქვათ ეს ამან არ მიიღოს გარკვეული ვენდეტის სახე, იმიტომ რომ ბევრი რაღაც ესეთი რაღაც დასავლეთში ხდება, ძველი ყოფილი პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები ჩვეულებრივად მიდიან თქვათ გამოძიებაზე, თუ გამოძიებას აქვს ასეთი ინტერესი, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს იმაში, რომ თქვათ ხშირად არ ხდება, ყოველ შემთხვევაში შემდგა ასე თქვათ დემოკრატიებში ასე არ ხდება, რომ პრეზიდენტი დააპატიმრონ და რაღაც რაც არ უნდა, იმიტომ რომ ეს არის რაღაც გარკვეული დაუწერელი კანონები, რომელიც მოქმედებს. თუ რა თქმა უნდა, თუ პირდაპირ რაღაც სამხილი არ არსებობს რაღაცა, ხო? ეს უკვე აბსოლუტურად სხვა მომენტია. აქედან გამომდინარე, მე მგონი თვითონ თქვათ, რომ შესაძლოა თეორიულად მომავალში რომ თუ თქვათ გამოჩნდა რაღაც საკითხები, რომელშიც საჭირო არის მისი თქვათ დაკითხვა ან რაღაცა, მე მგონი ამაში ნორმალურად თვითონაც მე მგონი ამდენჯერმე განაცხადა, რომ პრინციპში ის მზად არის კიდე და აქ მე მგონი დიდი პრობლემაა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით იყო ადრე საუბარს, ხო? ძალიან მკვეთრი რეაქცია იყო უმცირესობის მხრიდან ამაზე. ჩვენ გვახსოვს თავდაპირველი რეაქციები, რომ შეიძლება ქვეყნის იმიჯზე როგორი მოქმედებს და ასე შემდეგ. შესაძლებელია, რომ თქვა. იცით რა, ამ თემაზე მე მგონი მისი გამოძახება და რაღაც ალბათ საზოგადოებრივი აზრი ამას ხარს არ დაუჭერს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში აქ არის ლაპარაკი ეროვნულ ინტერესებზე და ამ შემთხვევაში ახლა ის რომ ახალმა ხელისუფლებამ რაღაცნაირად სადოსო გადააბრალოს ეს ვიღაცას, ესე მე მგონი არ იქნება სწორად და საზოგადოება ამას სწორად ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ეს იყო ზოგადად ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი ეროვნული ინტერესი გვაერთიანებს და აქედან გამომდინარე ახლა ვიწრო პარტიული რაღაც იმებში გადატანა და ვიღაცისთვის დაბრალება, ეს არ იქნება სწორი და ალბათ ეს შეიძლება პირიქით შემოუბრუნდეს იმ ხელისუფლებას უკან გამომდინარე იქიდან, რომ არავის არ სურს
ასე თქვათ როგორ თქვათ, ну აი გააკეთოს, ანუ არც ერთ ხელისუფლება საქართველოს საზოგადოებრივაზე ალბათ არ აპატიებს იმას, რომ გააკეთოს ის თავის ხელით, რაც ვერ გააკეთა რუსეთმა. და აი ამ კუთხით, ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით ალბათ მეტი სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის დაკავებას, აქვე მინდა გითხოთ, სხვათა შორის ევროპარლამენტის წევრები არიან ჩამოსულები. ევროპელ ხალხთა პარტიის წარმომადგენელია ლისეკი და მან მოინდომა რომ შეხვდეს ვანო მერაბიშვილს და სხვათა შორის გუშინი თხოვდა შეხვედრას და გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს შეხვედრა შედგება. მან თქვა რომ ოპოზიციასა და მართლ კოალიციას შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს და იმედი გამოთქვა რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა იქნება დასმული, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი გარანტირებული იქნება მხოლოდ მაშინ თუ თანამშრომლობა და კოაბიტაცია შედგება. ან ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებითაც ვთქვათ ისმის შეკითხვები ევროპაში, ევროპარლამენტარების მხრიდან, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ჯეიმს აპატურაიმ ძალიან დადებითად შეაფასა ეს კოაბიტაცია და საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთი შეკითხვა აქვე გეტყვით, ვანო მერაბიშვილის დაკავებით ხელისუფლება წავიდა გარკვეულ რისკზე, ვთქვათ აი ასეთი შეფასებები როდესაც მოდის უცხოეთიდან თუ არა? Ну, გარკვეული რისკი ამაში არის, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ხო, არ არის დასრულებული, ჩვენ არ ვიცით როგორ დასრულდება, მაგრამ როდესაც აპატიმრებ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ამავე დროს გახდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო, ყოველთვის ასე თქვათ ეჭვს აღძრავს, განსაკუთრებით ჩვენ დასავლეთ პარტნიორებში და აქედან გამომდინარე, გარკვეული რისკი არსებობს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ვერ დაუმტკიცდა ის ბრალდებები, რომელიც მის წინააღმდეგ არის წამოყენებული. აი მაშინ უკვე შეიძლება ასე თქვათ ეს რისკი კი არა, უკვე შეიძლება აბსოლუტურად სხვა პროცესებს დაუდოს საფუძველი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს რისკიანი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ნუ ამას ალბათ დრო გვანახებს, თუ რამდენად სწორი იყო და როგორ იყო. ეხლა რაც შეეხება დასავლეთის აი ორ წარმომადგენლების კოაბიტაციაზე, ხო? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ დასავლეთში ასე თქვათ არ არის ერთიანი მიდგომა ამ კოაბიტაციასთან დაკავშირებით, თუნდაც აი იმ განცხადებებიდან რომ მიშალოთ, ზოგს თქვათ მიაჩნია, რომ პრინციპში ეს კოაბიტაცია მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წინააღმდეგობები არის და ამას მე მგონი ყველა ხედავს. მეორე ნაწილს მიაჩნია, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც რაღაცნაირად ახლოს იყო წინა ხელისუფლებასთან და კონკრეტულად თქვა ევროპის სახალხო პარტია, მიაჩნია, რომ თლად კარგად ვერ მიდის ეს კოაბიტაცია, იმიტომ რომ რა კოაბიტაციაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, თუ თქვა ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანს იჭერენ. ანუ აი ეს გარკვეული ასე თქვათ ეს ერთიანი მიდგომა არ არსებობს ამასთან დაკავშირებით და ალბათ ნუ გარკვეული დრო ჭირდება დასავლეთსაც რომ ბოლომდე წინააღმდეგობრივი ინფორმაციების, ანუ მოდის წინააღმდეგობრივი ინფორმაციები, თქვა სხვადასხვა არხებიდან, რომელიც მათთან მიდის, თქვა და აქედან გამომდინარე და რაც არის ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და ამას ჭირდება გარკვეული ჯერ პროცესი უნდა დასრულდეს და შემდეგ ანალიზი უნდა მოხდეს, რომ რამდენად წარმატებული იყო და ჯერჯერობით ეს პროცესი მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი კიდევ ალბათ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები და საპრეზიდენტო კანდიდატები. ვიცით უკვე რამდენიმე კანდიდატის ვინაობა. ნუ ქართული ოცნებიდან გიორგი მარგველაშვილი, ასევე ნინო ბურჯანაძემ უკვე თავის კანდიდატურა წამოაყენა, ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი არიან კანდიდატები. აი როგორია ეს, როგორ ხედავთ ამ პოლიტიკოსებს, რა მიმართულებები აქვთ მათ და აი არჩევანი როგორი იქნება საზოგადოების, როგორ ფიქრობთ, მრავალფეროვნება არის ამ კანდიდატებს შორის? Ну, ფორმალურად შეიძლება თქვათ, რომ თითქოს არის მრავალფეროვნება, რეალურად თუ იმჟელო დიდი ასე თქვათ არჩევანი საზოგადოებას არ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, რომ თქვათ იგივე მარგველაშვილთან დაკავშირებით მისი პიროვნება ასე თქვათ არ არის ფართო საზოგადოების ცნობილი და ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს არის ბიზინა ივანიშვილის რჩეული. და აქედან გამომდინარე, ну ალბათ ხალხი ვისაც ასე თუ ისე მხარს უჭერს ბიზინა ივანიშვილს და მის პარტიას, ალბათ სავარაუდოდ მის სასარგებლოდ გააკეთებს ესე რა ქვია, მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ხო, ну მე მგონი დასამალი აქ არაფერი არ არის და მე მგონი ახალს არაფერს არ ისა, მეთქოთ რომ არც ერთ რეალური თქვა შანსი, რომ თქვათ რომ რომელიმეს გამარჯვების შანსი აქვს, ეს ალბათ არ იქნება. აქ ალბათ მეორე ადგილზე არის ლაპარაკი. სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა მანაც მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, ну რაღაცა საკონსტიტუციო კაზუსი არსებობს სავარაუდოდ მასთან დაკავშირებით და არ ვიცით ეს ყველაფერი როგორ გადაწყდება.
აი ორ ქალბატონები არიან საპრეზიდენტო კანდიდატები, ხო? ეს მისასალმებელია ზოგადად ეს ფაქტი, რომ ოღონდ რაღაც მე მგონი სხვადასხვა ორიენტაციის თქვათ, აი სალომე ზურაბიშვილი და ნინო ბურჯანაძე რო ავიღოთ. აი მათ შორის კონკურენცია როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ეს რთული საქმეა, გამომდინარე ჩვენ არ ვიცით სალომე ზურაბიშვილი იყრის თუ არა კენს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი განსხვავებული ხედვა რო აქვს განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ეს ფაქტი არის, ხო? და მე რატომაც გონია რომ არ მგონია რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის კანდიდატად წამოყენება, თუ წამოაყენეს მას ის ალბათ უფრო წაართმევს ხმას სამთავრობო კანდიდატს ვიდრე სხვა, იმიტომ ის სხვა ფლანგზე მოძრაობს და არა იმ ფლანგზე რომელსაც თქვა ქალბატონი ბურჯანაძე წარმოადგენს. ან მაინც ბრძოლა იქნება მეორე ადგილისთვის ფიქრობ. სავარაუდოდ იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს რომელსაც არ ვიცით ჯერჯერობით და სავარაუდოდ ალბათ გვეცოდინება უახლოეს მომავალში. ნაციონალური მოძრაობა რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში? არ განიხილება ის არის ბრძვის მეორე ადგილისთვის. რა თქმა უნდა, იბრძვის. სწორედ ამიტომაც თქვა იგივე ბურჯანაძის შემოსვლა, იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილის შესაძლო შემოსვლა ამ თამაში უკვე ართულებს აი ამ საქმეს ნაციონალური მოძრაობისთვის გამომდინარე იქიდან ჩვენ არ ვიცით რეალური დღეს რა რეიტინგი აქვს ნინო ბურჯანაძეს ან თქვა სალომე ზურაბიშვილს. აი ეს კიდევ ერთხელ ამ საკითხს ათელს მოფენდა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა მიდის იქიდან, რომ ჩვენ ვართ ძირითადი ოპოზიციური ძალა საქართველოში და ანუ ჩვენ ვართ რეალური ოპოზიცია, მაგრამ აი ამ არჩევნებში თუ დადგა სხვა საკითხს, ანუ თუ მეორე ადგილზე გავიდა სხვა კანდიდატი, აი ამას ცოტა თვალსაჩინო ეჭვგეს. ჩვენ გვაჩვენეს ნაძალადევის რაიონში არჩევნებმა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ გავიდა მეორე ადგილზე. კი, მაგრამ ნაძალადევის ეს არის მაინც ლოკალური ხასიათის ქონდა და ეხლა ქვეყნის მასშტაბით, ნუ რაღაც შეიძლება ტენდენციები შეინიშნებოდა ამ ნაძალადევის, იმიტომ მე თვითონ ამ რაიონში ცხოვრობდა, თქვა ვაკვირდებოდი ძალიან ახლოდან ამ იმას. გარკვეული ტენდენციები შეიძლება შეინიშნება მაგაში, მაგრამ თლიანად ქვეყნის მასშტაბით ასე თქვა შეიძლება ესე არ აისახოს. ამავე დროს არ დაგვაგვიდეს ეს არჩევნები იყო რამდენიმე თვის შემდეგ საზოგადოებრივ მუდმივად იცვლება. დღეს რას ფიქრობ საზოგადოებრივ აზრი ამას ალბათ ბოლო კვლევებით მოდით ამ კვლევებსაც შევეხოთ, ძალიან საინტერესო იყო ეს ბოლო კვლევები, სადაც მაგალითად უპირობო ლიდერობს ქართული ოცნება. ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზე ძალიან ჩამორჩება მას პროცენტულად, თუმცა არიან ადამიანები 32% თუ არ ვცდები, ნეიტრალურად განწყობილი ზოგადად ამ პარტიების მიმართ და ამ ქართული ოცნების პოლიტიკის მიმართაც სხვათა შორის და რეგიონებში ეს ძალიან შეინიშნება. ანუ გაზრდილია ნეიტრალურების რიცხვი. რაზე მიანიშნებს ეს როგორ ფიქრობთ? ეს ნეიტრალურების რიცხვი არის ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი არჩევნების დროს. როგორც დადასტურა წინა არჩევნებმა ჩვენ გახსოვს დაახლოებით იგივე შედეგები იყო და სავარაუდოდ უნდა ვივარაუდოთ როგორც წინა არჩევნებში, რომ ეს ხმები თლად ესე დარწმუნები შეიძლება ვერ თქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს პროსამთავრობო ხმები. ანუ იმიტომ რომ წინათაც ესე იყო წინა არჩევნებში, ხო გახსოვს რომ აი ესეთი პროცენტი ძალიან დიდი იყო, ეგრეთ წოდებული, ასე თქვა swing voter-ი, რასაც ქვია, ხო, ანუ მიუმხრობელი ისა და საბოლოოდ აღმოჩნდა რა, რომ აი ამ ხალხმა რეალურად ხმა მისცა ოპოზიციურ ძალას, ხო? ჩვენ არ ვიცით ახლა ეს რო გადამწყვეტი ძალა. კი, ანუ ის უბრალოდ ვერ აფიქსირებდა ამას, მაგრამ ნუ ის რო ყოფილიყო პროსამთავრობო, თქვა ნაციონალური მოძრაობის ხადაჭერა, რა თქმა უნდა, ის ამას არ დამალავდა, ხო? აქაც ზუსტად ამ შემთხვევაში თქვა, თუმცა ჩვენ არ ვიცით ზუსტად რომელ ძალას მისცემს ხმას, ხო? თქვა გამომდინარე იქიდან რომ რა შესაძლებლობები იქნება და ვინ იყრის კენჭს. აქედან გამომდინარე, აი ეს პროცენტი ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არა უფრო შედეგისთვის, იმიტომ შედეგი ჩვენ მეტნაკლებად ჩვენთვის გასაგებია თქვა ვინ იქნება გამარჯვებული, მაგრამ აი მეორე ადგილზე და სხვა რაღაცა აი მთლიანად როგორ ჩამოყალიბდება ეს კონფიგურაცია, ამისთვის აუცილებლად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ოცნების რეიტინგი ოდნავ არის შემცირებული, ასევე უკონკურენტო ლიდერია ბიძინა ივანიშვილი და მისი რეიტინგი უსწრებს პარტიის რეიტინგს ქართულ ოცნებას გულისხმობ. აქ რასთან გვაქვს აქ? ნუ ეს მე მგონი აქ ახალი არაფერი არის გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს ამ ბოლოწლიან პერიოდს დავაკვირდებით ჩვენი ამომრჩეველი ძირითადად ენდობა ხარიზმატულ ლიდერს და ძირითადად მოთხოვნა არის ეგრეთ წოდებულ სუპერმენზე, რომელიც რაღაცნაირად მოაგვარებს იმ პრობლემებს, რომელიც საქართველოს წინაშე და თუ გადავხედავთ ზოგადად გამსახურდია ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, ამჟამად ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ არ ვიცით ვინ იქნება. ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს ფენომენი და ეს ტრადიცია გრძელდება და აქედან გამომდინარე სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არ უნდა დაგვეძოს ამ დამოკლებების გარდა კიდე არსებობს სხვა გამოკლებები, ჩვენ გახსოვთ NDS გამოკლებები, სადაც ჩანს რომ მისმა პოპულარობა ოდნავ დაიკლო. ხო, ესეც რაღაც მიმანიშნებელია, ამიტომ ერთი კონკრეტული გამოკითხვით შეიძლება ეს ვერ გავარკვიოთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ფაქტია რომ ეს არაფერს არ ცვლის, რომ ის არის დღეს უდაოდ ასე ვთქვათ ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც
საზოგადოებას ჯერა და უმრავლესობა. რაც შეეხება მაგალითად ნაციონალური მოძრაობის რეიტინგს, საკმაოდ დაბალი 10-12%-ია, ძირითადად ლიდერების რეიტინგიც, თქვათ, პარტიის რეიტინგიც და პარლამენტში რა ძალითაც არიან ისინი წარმოდგენილები, სულ დგას ხოლმე საკითხი, რატომღაც ექსპერტებიც ამბობენ, პოლიტიკოსებიც, თქვათ, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ რეალურად გააირკვეს, ვინ არის მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში. საუბარი ასევე მესამე ფლანგზეც, ჩვენ ვიცით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ სასურველი იქნებოდა. არის დღეს ნიადაგი ამისთვის მზად? ყველაზე მთავარი საკითხი აქ არის ფინანსური საკითხი, რომ ქვეყანა, რომელიც ეხლახან ჩაატარა არჩევნები და რომელსაც კიდევ ერთხელ უწევს საპრეზიდენტო არჩევნები, ფინანსურად არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ყოველ 6 თვეში თუ 1 წელიწადში არჩევნები ვატაროთ, იმიტომ რომ ეს მარტო არჩევნების მარტო ის ხო არ არის, რომ პარტიებმა გამოვიდნენ თავიანთი პლატფორმები გავაკეთეს. ამის უკან დგას უზარმაზარი ფინანსური რესურსები, რომელიც პრემიერმა თქვა დღეს იყო ინტერვიუ პრესაში, იქ ამბობს ის, რომ მე ვერ ვხედავ მიზეს, რომ ვადამდელი საპარლამენტო. მეც სიმართლე გითხრა ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ეს არ იქნება ქვეყნის დემოკრატიისთვის ძალიან კარგი ნიშანი, რომ ყოველ 2 წელიწადში ახლა იმის მიხედვით საზოგადოებრივი აზრი როგორ იცვლება, ყოველ იმაში რა ქვია 6 თვეში ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები, ხო? თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი არ არის, ხო? ამის გაკეთება ალბათ ძალიან ცუდი არის პირველ რიგში სტაბილურობისთვის ქვეყნის, იმიტომ რომ სხვანაირად ამ მდგრადობას, ამ მდგრად განვითარებას ჩვენ ვერაფრით ვერ ისა გავაგრძელებთ და ჩვენთვის ეს აუცილებელი. აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრა მეც ვერ ხედავ ვერავით არ მიზეზს, რომ თქვა საპარლამენტო რაღაც არჩევნები ჩავატაროთ ხელახლა. შეიძლება ამაზე ვიდაოთ, რომ დღეს ვერ ასახავს, მაგრამ ეს მუდმივად ესეა 4 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ რა გარანტია გვაქვს, რომ საზოგადოებრივი არ შეიცვლება. ეხლა ამას თუ მივყევით, ჩვენ საზოგადოებრივი აზრი როგორ იცვლება, ხო, ეს ძალიან რაც შეეხება მესამე პოლიტიკურ ძალას, რომ თქვათ მოკლედ და დავასრულოთ. მესამე პოლიტიკური ძალა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში რაღაც კონტურები იკვეთება, თქვათ, იგივე ნინო ბურჯანაძის გარშემო რაღაც ყოველ შემთხვევაში იმ ფლანგზე, მაგრამ დანარჩენი ახლა სხვა ფლანგზე, სიმართლე გითხრათ, მე ამის ვერავით არ იმას ვერ ხედავ. ახლა ხელოვნურად კიდე ესეთი შექმნა ძალიან რთული არის გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ თუ ეხლა დავიწყებთ დაკუცმაცებას ისევ და თუ ჩამოწევთ ამ იმას რა ქვია ზღვარც თქვა რაღაც 4%-იანს და დაუშვებთ 1%-იანს მაშინ შეიძლება მივიღოთ აი ისევ ეს რაღაც ორკაციანი პარლამენტი რომელიც წარმოადგენს იქნება პატარ-პატარა პარტიები და რაღაცები ამან შეიძლება ხელი შეუშალოს კოალიციაში წარმოიქმნას კოალიცია ისედაც ხო ვიცით რომ ასე თქვა კოალიცია ხო ნუ რაღაცა გარკვეული დროის პერიოდში მათი რაღაც განსხვავებები აუცილებლად იჩენს თავს და ეს მე მგონი უზრუნველყოფს იმას რომ ჩვენ მოსახლეობას ექნება იმის საშუალება რომ თქვა მრავალპარტიული პარლამენტი როგორც ასეთი ქონდეს. ნუ ეხლაც არის თქვა ხო მულტიპარტიული, მაგრამ ნუ აი ამ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან ეს ბლოკია ამის ნაკლებობა ჩვენ მე მგონი ვერ ვიზნოთ პარლამენტში და პარლამენტის გარეთ შეიძლება ლაპარაკი რომ თქვა ნუ შეიძლება სხვა ძალებიც წამოვიდნენ თანდათანობით, მაგრამ ეს არის ბუნებრივი პროცესი რომელსაც ხელოვნურად რა ვიცი ვერავინ ვერ დააჩქარებს და გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენი გადაცემის დრო უკვე ამოიწურა. მსმენელებს შევახსენებ, რომ დღეს სტუმრობდა ეთერში პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, საუბრობთ საგარეო საშინაო პოლიტიკურ მოვლენებზე. მადლობა ყველას, ვინც გვისმენდით. მთავარი საინფორმაციო გამოშვება 18:30-ზე გავა ჩვენთან ეთერში. რაც შეეხება ქრონომეტრის ხვალ 6:09-ზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. მადლობთ. დროა გავიგოთ. დროა ვიმშელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავებ ხოცესთან ერთად. რადიო იმედზე.